დავბრუნდით ეთერში სტუმრებთან ერთად, შემოგვიერთდნენ სტუდენტები, რომლებმაც ძალიან საინტერესო პროექტში მიიღეს მონაწილეობა და გაიმარჯვეს კიდეც, მათ იმოგზაურეს სხვადასხვა რეგიონში, არჩიეს ერთი კონკრეტული პრობლემა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის გადაჭრის მათეული გზებიც დახაზეს. იმედია, რომ ამ პრობლემას წარმატებით გადაჭრით და ამასაც მოგილოცავთ, მაგრამ მანამდე გილოცავთ გამარჯვებას, ხო? იმიტომ რომ 10 გუნდი იყო გამარჯვებული და მათ შორის თქვენც მოხვდით. ჩვენი სტუმრები არიან ნინო კვასალია, გიორგი დუნდუა და ვახტანგ მურღულია სტუდენტები. მადლობთ რომ დღეს ჩვენთან ერთად ხართ. ნინო, ერთი მანდილოსანი ხარ წარმოდგენილი, ამიტომ დავიწყებთ თქვენგან. მე როგორც ვიცი, სამეგრელო იყო ის რეგიონი, რომელიც შეხვდათ, ხო? და მე მეგრული მისალმება განსაკუთრებული არ არის მგონი გამარჯობა, ამიტომ გამარჯობებით. ჩვენ ვიყავით ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შესაბამისად მხოლოდ ქალაქ ზუგდიდის ფარგლებში მუშაობდით. ძალიან საინტერესო დახვედრა მოგვიწყეს, ცოტა გვეშინოდა ჩასვლამდე, ვფიქრობდით რომ შეიძლებოდა რაღაც ვერ შევწყობოდით უბრალოდ იქ გარემოს. კვასალია, როგორ ვეშენე? ქალაქ ზუგდიდში სამწუხაროდ ხშირად არ ჩავდიოდით, ამიტომ მქონდა ეგ შიშები, მაგრამ გაგვიმართლა იმ მხრივ რომ ძალიან საინტერესო ხალხი დაგვხვდა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გულწრფელად პასუხობდნენ იმ კითხვებზე, რაც გვაინტერესებდა, შესაბამისად იქ უკვე შევძელით და გამოვყავით ის ძირითადი პრობლემები, რაც უკვე ქალაქ ზუგდიდს აქვს. ერთი პრობლემა, რომელიც თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო. მრავალი პრობლემიდან ჩვენ ავარჩიეთ ერთ-ერთი, რაც ვფიქრობთ საქართველოს ნებისმიერ ქალაქში არის პრობლემა, ეს არის უპატრონო ძაღლების საკითხი. სხვა პრობლემებიც რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმათი რაღაც გარკვეული ხედვები უკვე არსებობს და რაღაც ეტაპზე არიან მათი მოგვარების, თუმცა უპატრონო ძაღლების პრობლემა დამატებით რაღაც საკითხებს საჭიროებს ჩვენ შევთავაზეთ ჩვენეული ხედვა, რაც თავის მხრივ მოიცავს საკანონმდებლო ბაზის შექმნას, მონიტორინგის პროცესს ცხოველებისა, რომ უბრალოდ გავიგოთ რამდენი ცხოველი ის უპატრონო ქუჩებში. დიახ, შესაბამისად უკვე ცნობიერების ამაღლება მოსახლეობაში, ამისთვის ვფიქრობთ რომ კარგი იქნება თუ საბავშვო ასაკიდან დავიწყოთ უკვე ცნობიერების ამაღლებაზე ფორმით საბავშვო ბაღებში და გარკვეული ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს, რომელიც ჩაუტარებს მაგათ პრეზენტაციებს, მცირე ვიდეოებს ბავშვებს, რომ უბრალოდ ბავშვები მიხვდნენ რომ ძაღლები არიან ჩვენი მეგობრები და ისინი ქუჩაში უნდა დავაგდოთ. ეს ასე არ შეიძლება. რეალურად ამ პრობლემის გამოწვევებით ჩვენ თვითონ ვართ. და უკვე შემდეგ მეოთხე ეტაპი იქნება თავშესაფრის შექმნა. არა მხოლოდ თან ქუჩაში დატოვება იყო ფაქტები, როცა ძალიან სუდად და სასტიკად ექცევიან ცხოველებს და ყველა ქალაქში არის პრობლემა და ეს თვითონ მთელ ქვეყანაში უნდა მიექცეს ამას ყურადღება. შესაბამისად თან ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან საინტერესოა ბუნებრივია თქვენი როგორც ჯგუფის მოგზაურობა ზუგდიდში უნდა აღნიშნოთ რომ მხოლოდ ქალბატონები იყავით და სამა ფაქტორმა გაგვაერთიანაო ეს არის მეგრული გვარიო მეგობრობამ და ძაღლების სიყვარულმაო ხო მაგარია როგორი იყო ეს მოგზაურობა და ბუნებრივია გქონდათ კონტაქტი და ურთიერთობა იქაურ ახალგაზრდებთან რამდენად მიმზიდველი ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებისთვის ცოტა ალბათ უფრო მოსაწყენი იყო ჩვენ ასე მოგვაჩვენა და თვითონ მოსახლეობაც ასე გვპასუხობდა. ერთი პატარა კურიოზიც გადახვდა ამასთან დაკავშირებით. პირველი დღის ბოლოს გადავწყვეტეთ გასატვირთად გასვლა სადმე საღამოს 9 საათისთვის გავიბრანჭეთ მაგიაში დიახ შესაძლოა გავედით სახლიდან გვერდში 3 ადგილი. მივედით პირველ ადგილზე და დაგვხვდა რაღაც 50 კვადრატული მეტრის ოთახი და მხოლოდ მიმტანი და შესაბამისად ეგეთი გარემო ჩვენ სასწროში გვექნებოდა. ამიტომ გადავინაცეთ მეორე ადგილზე უნდა ყოფილიყო ღამის ბარი რომელიც დაკეტილი დაგვხვდა და ბოლოს მიგვასწავლეს ერთი ადგილი ну მივედით და აღმოჩნდა რომ საბანკეტო დარბაზი იყო რომელიც დაკეტილი იყო ამიტომ გამოვბრუნდით უკან ვიყიდეთ მაღაზიაში პილმენები და სასტუმროში გავატარეთ ნომერში გაატარეთ ეს ანუ ეს იმაზე მიუთითებს უბრალოდ რომ ახალგაზრდობას 9 საათის შემდეგ აი არანაირი გასართობის საშუალება არ აქვს არ არის კინო არ არის თეატრი როგორც ეგეთი არსებობს მე-19 საუკუნიდან მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია რომ ეგ სპექტაკლები უბრალოდ ფიზიკურად ვეჩარტდება არის სარესტავრაციო ახლა უკვე დაიწყება მალე, ამიტომ ამ პრობლემას როგორ მემოაგვარებენ, მაგრამ სხვა მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. სამაგიეროდ როგორი ყვება
აი, ეხი შემიძლია ეგრევე გამახსენდა. შემიძლია რამდენიმე ადგილი მიგასწავლოთ, სადაც მართლა ძალიან გემრიელი საჭმელი. მემზადება ხوارი სწავლეთ, ახალი რეცეპტები ხوار შეითავისე. მაგრამ ძალიან გემრიელი ელარჯი გავსინჯეთ და მასთან გებჟალიაც, მოკლედ ხო დავწვეთ გასინჯეთ. მაინტერესებს გათხოვების ხრიკები, ხო არის? გათხოვების ხრიკებიც გაგვაცნეს კი, თუ მამას დიდი პლანტაცია აქვს თხილის, ესე იგი სასურველი სარძულო ხარ. ჩვენ სამწუხაროდ სასურველად არ ვითვლებოდი. თხილის პლანტაციებში ვერ გაგვიმართლა. არც ერთი არ სასურველი. მე გადავდივარ გიორგისთან, დიდი მადლობა მოგზანებისათვის. ფოტოგრაფი, რომელიც ბრძანდებოდა თიანეთში, ძალიან საინტერესო ფოტომასალაც მოაგროვე. მოდი თქვენს გუნდზე გვითხრით, რაზე გააკეთეთ აქცენტი, რა პრობლემები წამოიჭრა თიანეთში და კიდევ ერთხელ მინდა იმ კითხვას დავუბრუნდე, რამდენად საინტერესო არის თუნდაც ეგ მხარეც ახალგაზრდებისთვის, თუნდაც გართობის მისნით. უპირველეს ყოვლისა მივესალმები თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩვენ ვიყავით თიანეთში, დაემთხვა ძალიან დიდ თოვლობა, ეს იყო თებერვლის პერიოდი. თიანეთი ძალიან ლამაზი არის ამ პერიოდში და რეკრეაციისთვის ერთ-ერთი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, ადგილი არის. ჩვენი გუნდი ჩავიდა ამ მუნიციპალიტეტში, მე მათთან ერთად ვიყავი, ვასრულებდი, რა თქმა უნდა, გუნდის ფუნქციასაც და პარალელურად მე მქონდა ჩემი ფოტოაპარატი, რა თქმა უნდა. ჩემი განუყრელი მეგობარი, რომელიც ძალიან დამეხმარა. აი ფოტოები გადის, მაყურებელი ხედავს შენს ფოტოებს. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ნახოთ. რაც შეეხება თიანეთში ყოფნის დროს, ჩვენ რა თქმა უნდა ვსწავლობდით იქ არსებულ მდგომარეობას, რომ შემდეგ მოგვემზადებინა რაღაც ხედვის დოკუმენტი ამ მუნიციპალიტეტის განვითარების. გამოიკვეთა ძირითადად გზის პრობლემა, ამ პრობლემას ეთანხმება როგორც მოსახლეობა, ისე ადგილობრივი თვითმმართველობაც. მოსახლეობასთან ჰქონდა უშუალო კავშირი, პირისპირ ინტერვიუები, გამოვიყენეთ კვლევის მრავალფეროვანი მეთოდი და აღსანიშნავია ის, თუ რა მიზეზით არის გზის პრობლემა, მუნიციპალიტეტის უმნიშვნელოვანესი პრობლემა. უპირველეს ყოვლისა ეს გახლავთ ის, რომ მუნიციპალიტეტი არის მაღალმთიანი რეგიონი, იქ არის განსხვავებული გრუნტი, შესაბამისად, ყველა რეგიონში ჭირს რაღაც გადაადგილება. გარდა ამისა, ადგილობრივი ერთი ბაზარი არსებობს თიანეთში, რომელიც კონცენტრირებული არის დაბა თიანეთში, ხოლო მაღალმთიანი სოფლებიდან პროდუქციის ჩამოტანა ვერ ხერხდება. აქ იწარმოება თქვენიცით შეიძლება არც იცით, ქართული არამატერიალური კულტურის ძეგლი, ეს არის დამბალ ხაჭო. ძალიან კარგი. და აი ამ პროდუქციის ტრანსპორტირება ძალიან რთული არის და არადა ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიზნესი მათ, ასე ვთქვათ, ოჯახებში. ერთ-ერთი პრობლემა ეს არის სავალდებულო გადაუდებელი სერვისების მიწოდება, რომელიც თოვლიან პერიოდში რომელიც გრძელდება თითქმის ნოემბრიდან მარტამდე, ამ პერიოდში სულ თოვლი არის. და იყო შემთხვევა სოფელ ევჟენში, სადაც გარდაიცვალა ადამიანი და რომელიც სასაფლაომდე ჩამოიყვანეს ტრაქტორით. ეს არის წარმოუდგენელი ჩვენთვისაც სამედიცინო დახმარების საჭიროება თუ ალბათ მაშინაც პრობლემა შეიძლება. სამედიცინო დახმარების საჭიროებისასაც იქნება გარკვეული პრობლემები. ასევე ცალკეული პრობლემები აქვთ ახალგაზრდებს, რომლებსაც გადაადგილება სულ ცენტრისკენ, სადაც არის კინოთეატრი, კინოკლუბი, მათ მიერ დაარსებული. არის და ფუნქციონირებს. თეატრი არ არის, მაგრამ მიმდინარეობს ფილმების ჩვენება და პარალელურად ითავსებენ კინოკლუბის, სხვადასხვა კულტურული ღონისძიებების, ამით ძალიან აქტიურები არიან იქ არსებული ახალგაზრდები. თოვლიანი ამინდები ხელს ხوار უშლის სკოლის მოსწავლეებს თუ დაინტერესდით ამ პრობლემით, რამდენად მარტივად ახერხებენ ისინი თოვლიან ამინდში. სწორედ ეგ არის პრობლემა, რომ ყველა სოფელში არ არის სკოლა და მათ უწევთ გარკვეული რამდენიმე ტრანსპორტის გამოცვლა. ტრანსპორტის მოძრაობაც, რა თქმა უნდა, გზის შეფერხებასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ, არ მიმდინარეობს სწორად და გეგმაზომიერად. და მათ უხდებათ ფეხით გავლა იმ მანძილების და საკმაოდ არისკო არის, იმიტომ რომ იქ არის დიდთოვლობით გამოწვეული სხვადასხვა სტიქიური მოვლენები დაუშვათ. ამაზე თავიანთი მშობლები გვესაუბრნენ და უკვე აღარ ვაქცევთო სკოლის ხარისხს, ასე ვთქვათ, იმდენ ხარისხს, რამდენადაც სიახლოვეს. რათა ალბათ უსაფრთხოება იყოს დაცული, რა თქმა უნდა, ბავშვების, ხომ? რამდენიმე
პრობლემა ჩამოთვალე, მაგრამ რომელზე გააკეთე უკვე ფოკუს გააკეთე თქვენმა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ არის იქ არსებული საზოგადოების შემდეგი მორიგი, ანუ რიგით ისეთი პრობლემა, რომელიც მუნიციპალიტეტს არ შეუძლია გადაწყვეტოს, ეს არის დასაქმება. და როდესაც მოსახლეობას აქვს კერძო ბიზნესი, თუნდაც ავიღოთ დამბალ ხაჭო, რომელიც ძალიან კარგად იყიდება ქართულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მათ უნდა შეუწყოთ ხელი, რომ ტრანსპორტირება ადვილად მოხერხდეს და ამით რაღაც გარკვეული მატერიალური კაპიტალი შექმნან. მიგრაციით ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონი არის და შესაბამისად, თუ კი შეიქმნება ადგილობრივი ბაზარი და იქნება ის, რა თქმა უნდა, ფუნქციონირებადი მათთვის სახარბიელო. წამოსვლა აღარ მოუწევთ, რა თქმა უნდა, დარჩებიან. ვახტანგ, თქვენი ყავით ყვარელში. მე შეიძლება არასწორი წარმოდგენა მაქვს, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ აქ შედარებით გამოცოცხლებული უნდა იყოს ცხოვრება. ხო, აბა გავიგოთ. მართლები ვართ თუ არა? დიახ, ანუ ზოგადად ყვარელი, ქალაქი ყვარელი, ასე თუ ისე, ანუ კარგად კეთილმოწყობილი ქალაქია, თუმცა სოფლებში იგივეს ვერ ვიტყვით სოფლებზე, სადაც არის ბევრი პრობლემა, მათ შორის თუნდაც გზების არ ქონა, გაზიფიკაციის პრობლემა, თითქმის 90% სოფლების არიან გაზის გარეშე, არ აქვთ თუნდაც გზების გამო არ აქვთ არ მოძრაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ამიტომ არის გარკვეული პრობლემები სოფლებში, თუმცა ყვარელში მსგავსი პრობლემები მაინც არ არის. თქვენ რომელი პრობლემა შეარჩიეთ, რომელ შეეჭიდებით? ხო, ანუ ჩვენთან ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ შევეცადეთ, რომ ისეთ პრობლემა აგვერჩია, რომელიც ასე ვთქვათ, სხვა პრობლემებსაც გადაჭრიდა და გამოიწვევდა ასე ვთქვათ, ამ ყვარელის მუნიციპალიტეტის განვითარებას. ეს პრობლემა იყო გზების ინფრასტრუქტურის, ასე ვთქვათ, აღდგენა. იყო ესეთი ცუდი, ასე ვთქვათ, ფაქტები, როდესაც სოფელში, როდესაც მოსახლეობას სჭირდებოდა პირველადი სასწრაფო დახმარება, სამედიცინო დახმარება, მათთან სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი ვერ მიდიოდა, ანუ ვერ მიდის ეხაც და სოფლის მოსახლეობას უწევდათ, ანუ დაშავებულის ზურგით, ანუ ხელით ტარება, ანუ ქუჩამდე, სადაც ტრანსპორტი, ანუ ახერხებს მოსვლას. და ზუსტად ამიტომაც ავარჩიეთ, რომ ეს იყო ის პრობლემა, რომლის მოგვარება, ასე ვთქვათ, მოსახლეობისთვის იყო ყველაზე პრიორიტეტული და ყველაზე აუცილებელი და ჩვენს, ასე ვთქვათ, ამით ვიხემძღვანელეთ, რომ უფრო რეალისტური ყოფილიყო და სოფლის მოსახლეობას რომ დახმარება გაგვეწია. სულ რამდენი ხანს იყავით ყვარელში? 10 დღემდე ვიყავით სამუშაოდ, ანუ უშუალოდ ჩვენ ვაწარმოებდით ასე ვთქვათ კვლევას, ანუ ხო, რა ტიპის გამოცდილება მიიღე ამ სამუშაოდ ეს არის, საერთოდ კონკრეტულად რა გევალებოდა? დიახ, ანუ როდესაც გავდივართ ასე საკვლევად, ჩვენ გვიწევს არა მხოლოდ მოსახლეობაში გასვლა, არამედ ანუ საკრებულოში, თუნდაც გამგეობაში გვიწევს უამრავი დოკუმენტის გამოთხოვა და ანუ ვიღებდით გამოცდილებას, საკანონმდებლო ბაზებს ვიცნობდით, ანუ ვიცოდით როგორ უნდა, ანუ გავიცანით, უბრალოდ ვისწავლით როგორ უნდა გამოვითხოვოთ დოკუმენტი, თუნდაც რა არსებობს ადგილობრივი თვითმმართველობის, ასე ვთქვათ, ამ ხელისუფლების რგოლში, როგორ უნდა ჩაერთოს მოსახლეობა, არა ხელისუფლების წარმომადგენელი, ეს ვისწავლეთ, მოსახლეობასაც გავუზიარეთ, აუხსენით შეძლებს და გვარად როგორ უნდა იყვნენ ჩართულები, ანუ პრობლემა იყო კიდევ ერთი რაღაც, ანუ გვაქვს მშვენიერი კანონები, ანუ ძალიან კარგი კანონები, ევროპულ სტანდარტთან ძალიან მიახლოებული, მაგრამ გვაქვს ცნობიერების დაბალი დონე, ანუ მოსახლეობამ არ იცის რა უფლებები გააჩნიათ და აქედან გამომდინარე, როცა არ იციან რა უფლება გააჩნიათ, შესაბამისად უნებრევია. და ჩვენც ანუ ფიქრობდით, რომ ეს პრობლემა აგვერჩია, მაგრამ უშუალოდ ამის მოგვარება მოკლე პერიოდში ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ გზები ვარჩიეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ პროექტს, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის პროექტი, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და თქვენს ხედვას უკვე 21 სექტემბერს, მე როგორც ვიცი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები გაეცნობიან, ხო? და რა ხდება შემდგომ? ბუნებრივია, პრობლემა შერჩეულია, დამუშავებულია, ბევრი ვიმსჯელეთ, წარვუდგინეთ მუნიციპალიტეტს, შემდეგ რა ხდება?
შემდგომ ჩვენ გველის ორშაბათს პირველი ნაკადი მიფრინავთ უკვე გერმანიასა და პოლონეთში, სადაც გვაქვს სასწავლო ტური დაგეგმილი, იქ შევხვდებით იქ არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ისინი გაგვიზიარებენ მათ გამოცდილებას, მოგცემენ რჩევებს, როგორ შეიძლება სხვადასხვა პრობლემის მოგვარება და როგორ შეიძლება ჩვენ უშუალოდ თუნდაც ჩვენს მუნიციპალიტეტებთან, სადაც ჩვენ მუშაობდით, შესაბამისად ძალიან საინტერესო ორი კვირა გველის წინ, ხოლო ამის შემდეგ გველის სტაჟირება სამინისტროებში, შეგვიძლია მერიაშიც, თბილისის მერიაში გავიაროთ ეს სტაჟირება, ეს უკვე ჩვენი არჩევანით იქნება. ამიტომ წინ კიდევ საინტერესო მოგზაურობა გველის, ასე თქვენ. ფიქრობთ, რომ ეს პრობლემების გადაჭრა და პრობლემებთან ბრძოლა თქვენი მომდევნო საქმიანობა იქცეს უკვე არა კონკრეტული პერიოდის და 10 დღის განმავლობაში, არამედ საერთოდ. ჩვენი სურვილი, ჩემი ჯგუფის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან დიდია ამაში, თუმცა რა თქმა უნდა, უნდა იყოს თანამშრომლობა ორი მხრები, ანუ მარტო ჩვენი მხრიდან არ უნდა იყოს იგივე, თუნდაც უგიდის მერია უნდა დაინტერესდეს იმით, რომ ერთად გავაკეთოთ, მოვაგვაროთ ეს საკითხი, ასე ვთქვა. არის თქვა სხვა რეგიონი, რომელიც გაინტერესებთ, სადაც იცით რომ რაიმე პრობლემებია და თავად გსურთ ჩასვლა და უკვე ამ პრობლემების თავად გაცნობა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონი საინტერესოა, ყველას თავისი სპეციფიკა აქვს, შესაბამისად, მე თვითონ ქალაქ ფოთიდან ვარ, ვიცი ადგილობრივი პრობლემები რა არის, შესაბამისად, თუნდაც ჩემს ქალაქში რომ ჩავიდე და ამგვარი სამუშაოიქაც ჩავატარო და რაღაც შევეცადო როგორმე გამოვასწორო იქ არსებული მდგომარეობა, მართლაც სასიამოვნო იქნებოდა ჩემთვის. მაყურებელს ვუთხრათ, რომ სულ გამარჯვებული არის 10 გუნდი, ხო? თითო გუნდში არის 4-დან 6-მდე ადამიანი და ეს 10 გუნდი ორ ნაკადად გაემგზავრება შემდეგ უკვე უცხოეთში სტაჟირების მისაღებად და ასე ვთქვათ, ასრთა გაცვლა გამოცვლისთვის. დიახ, ეხლა გამიჩნდა მეც სურვილი, ეხლა რო ვიყო მე თვითონ სტუდენტი, გამიჩნდა სურვილი უნდა ჩააბარო შენ და მე უკვე ჩააბარო ვისთავად. ეგ თავისთავად. სურვილის შემთხვევაში, ანუ როგორ უნდა მოვიქცე? შემიძლია რომ ჩავერთო ამ საქმეში. რა თქმა უნდა, ორგანიზაცია მოქალაქეც და გამოცდების ეროვნული ცენტრიც აქტიურ PR-ში არის ამ სტუდენტების თვითმმართველობისთვის, ამ პროექტის. იყო რამდენიმე პრეზენტაციაც, ჩვენც აქედან გავიგეთ, ალბათ დარწმუნებული ვარ. ძალიან მარტივად შეუძლია დაინტერესებულ ადამიანს, მოზარდს, რომელსაც აინტერესებს ზოგადად სამოქალაქო აქტივიზმი, აინტერესებს თვითმმართველობის საკითხები, აქვე კვლევის საკითხები, რადგანაც ჩვენ მივიღეთ ძალიან კარგი ტრენინგ კურსები, სანამ დავიწყებდით უშუალოდ პროექტს. აქვე ძალიან დიდ მადლობას ვეთყვი ტრენერებს, სოფო დოლიძეს და კოკა კიღურაძეს, რომლებმაც აგვიხსნეს, ასე ვთქვათ, როგორ უნდა გვეხმძღვანელა ჩვენს მიერ შერჩეულ მუნიციპალიტეტში. ეს პროექტი არის ძალიან ბევრი გამოცდილების მომტანი, აი უნივერსიტეტში არსებული ცოდნაც გამოგადგება სხვადასხვა განათლების ინსტიტუტებში მიღებული ცოდნა და რა თქმა უნდა, თუ კი გექნება мотиваცია და ხარ შრომის მოყვარე, რა თქმა უნდა, ეს პროექტი არის ახალგაზრდებისათვის და მათი განვითარებისათვის. მე არ ვარ ის, რაც ვიყავი გუშინ, ერთი ნაბიჯით, რა თქმა უნდა, უფრო განვითარდი და ეს არის მთავარი თითოეული ადამიანის განვითარება და ამასთან ერთად იმ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა, რომელიც ცალკეულ მუნიციპალიტეტებს აწუხებს. აი კონკრეტულად რა შეიცვალა ეს შეგვიძლია ვთქვათ, მე ესე მგონია რომ აქამდე თუ რაღაც პრობლემას რაც ჩვენ გვერდით იყო თვალს ვარიდებდით და შეიძლება გვეფიქრა რომ ჩვენ ამას ვერ მოვერევით და გვერდით ვიხედებოდით, შეიძლება დღეს ესე აღარ მოიქცე და თუნდაც როგორც ჩემი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მანამდე ვერ ვაცნობიერებდი, ერთმანეთისგან ვერ ყოფდი ადგილობრივი თვითმმართველობისა და ზოგადად სახელმწიფოს მიერ მოსაგვარებელ პრობლემებს. არ ვიცი ვის უნდა მიმართო, არ ვიცი ვისთან უნდა მქონდეს დიალოგი. ეს არის პასუხისმგებელი. რა თქმა უნდა, ამას გავეცანით ჩვენ, რა თქმა უნდა, კოდექსსაც, სხვადასხვა დოკუმენტებს, რომლებიც შემოგთავაზეს და აი ეს უკვე არის რაღაც გარკვეული ცოდნა, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ ჩემი აზრით შემდგომში, როცა უკვე სრულფასოვან, ასე ვთქვათ, მოქალაქე ჩამოყალიბდების სწავლის დასრულების შემდეგ. და სწავლის დასრულების შემდეგ ეს სფერო იქნება, რომელსაც გაყვები აუცილებლად. მე ვარ ჟურნალისტი, შესაბამისად, უფრო მეტი გამოცდილება ჭირდება, რათა ხალხის აზრები, ხალხის ასე ვთქვათ, ტკივილები მივიტანო ხელისუფლებამდე. იქნება ეს ადგილობრივი ხელისუფლება თუ ზოგადად სახელმწიფო. და რა თქმა უნდა, ეს სფეროა, რომელშიც ძალიან გამომადგება აქ მიღებული გამოცდილება. თუნდაც ჩემი ასე ვთქვათ, დაგროვებული ფოტომასალა, რომელსაც პრეზენტაციაზე გამოვიტანთ და ეს არის ერთ-ერთი უტყუარი დოკუმენტი იმისა, თუ რა პრობლემებს წავაწყდით იქ. და საერთოდ ჩემი აზრია, რომ ფოტოხელოვნება ყველაზე კარგი ენა არის, უნივერსალური, რათა გადმოსცე, რა ხდება მუნიციპალიტეტში და ზოგადად რა ხდება მსოფლიოში.
და ჩანს აგრეთვე ის, რაც შეიძლება შეუიარაღებელი თვალით ვერ დაინახო, ან გამოგრჩეს. არა და ის იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი. ისე შავ-თეთრი იყო ძირითადად რა თქმა უნდა, და ეს განწყობის ამის ახსნა შემიძლია, ძირითადად მე ჩემი დოკუმენტური ფოტოსერიებით მაქვს შავ-თეთრი კადრები, რადგანაც ვფიქრობ, რომ შავ-თეთრ კადრებში უფრო კარგად ჩანს თითოეული ნაოჭი, ხარვეზი უფრო გაშიშვლებულია ადამიანი, თავისი მოღვაწეობის სფერო, არსებული გარემო და ამიტომ შავ-თეთრი კადრები. შეთეთრ შეგიძლია ფერებით შეავს. მეორე ჟურნალისტი ხო არ მეძის გვერდით. არა უშავს, მეც იურისტი ვარ და აი აღმოჩნდა, როგორ არ ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა ჩვენთან სტუდიაში. ნინო, თქვენთვის არ გვეკითხავს პროფესია? მე ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტი, ვსწავლობ მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტზე. ნუ ჯერჯერობით კონკრეტული პროფესია არ ამერჩევია, ამიტომ თუ როგორ ჩვენებს რა საერთოდ. მე ესეთი შეკითხვა მაქვს, ალბათ იმ რეგიონებში, სადაც იყავით, მიხვდით, რომ საკმაოდ რთულია თქვენი ასაკის ადამიანებისთვის, ახალგაზრდებისთვის საინტერესო ცხოვრებით ცხოვრება, ხო? მათ რას ურჩევთ, იმიტომ რომ მე სულ ამას ვფიქრობ, რას ვიზავდი, მე რო არ ვცხოვრობდე ვთქვათ დედაქალაქში და არ მქონდეს იმდენი შესაძლებლობა, რამდენიც აქ არის. აქაც არ არის შეიძლება ეს ისე როგორც გვინდა რომ იყოს, მაგრამ რეგიონებთან შედარებით მართლა გაცილებით მეტი და დიდი ასპარეზი გაქვს. ანუ როგორც წინათ აღვნიშნე, ანუ მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდებმაც არიციან რა არის მათი უფლება. ანუ მათ აქვთ უფლება თავისი გარემო, თავისი მუნიციპალიტეტი, თავისი სოფელი, ქალაქი ისე მოაწყონ, როგორც ანუ თვითონ სურთ. ანუ ამისთვის არსებობს კანონში სპეციალური ინსტიტუტები, როგორც პეტიცია, საერთო კრება. ანუ ამ ახალგაზრდებს შეუძლიათ შეკრიბონ, ასე ვთქვათ, ცხოვრებლები, იქაური ადგილობრივი და ანუ გადასაწყვეტად გამოიტანონ, ასე ვთქვათ, წინადადებები შემოიღონ, რა სურთ, მაგალითად, რა ორგანიზება ჩატარდეს მუნიციპალიტეტში, თუნდაც რა კულტურის მაგალითად რა სახეობას მიენიჭოს, ასე ვთქვათ, პრიორიტეტი და ასეთი რაღაცები, ანუ თვითონ თავისი გართობა თვითონვე განსაზღვრონ, ანუ იმიტომ რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ზუსტად ამას ნიშნავს, რომ იქაური ადგილობრივი მკვიდრები თვითონ განსაზღვრავენ თავისთვის რა არის უკეთესი. და თუ ეს მოსახლეობა, ანუ თუნდაც ახალგაზრდები არ იაქტიურებენ, არ იტყვიან თვითონ რა სურთ, როგორ სურთ, მაშინ გამოდის რომ მათთვის არ იქნება ეს სასურველი გარემო. მე გულწრფელად გისურვებთ წარმატებას და ვისურვებდი რომ რაც მეტი ესეთი მოტივირებული ახალგაზრდა ეყოლება ჩვენ საზოგადოებას, მით უფრო მალე განვითარდებით, მით უფრო ბევრი ხალისი და ბევრი ფერი შეემატება ჩვენს ქვეყანას. ძალიან დიდი მადლობა და შემდეგი ბლოკი არის ყველაზე ტრადიციული რუბრიკა უბრუნდება ჩვენს ეთერს. ზოკლუბის დროას, სხვათა შორის თქვენ გააკეთეთ აქცენტი სწორედ უპატრონო ძაღლებზე და ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემაზე და ამ პრობლემაზე და ბუნებრივია დღესაც ძალიან ბევრ პრაქტიკულ რჩევას მიიღებს ჩვენი ჩვენთან ჩვენი მეგობრები ძალიან კარგ პატრონებთან ერთად მოვლენ, მაგრამ ვინ იცის, ვიქნებ, ვისაც არ ყავს შინაური ცხოველი ჩვენ მაყურებელს სურვილი გაუჩნდეს, რომ მოიყვანოს სახლში 4 ფეხა მეგობარი, კატები, ძაღლები და რა თქმა უნდა საინტერესო მათი პატრონები იქნებიან ჩვენთან სტუმრად. დროებით არ გადართოთ.